არასდროს მინდოდა მიმხვდარიყავი იმას, რომ ნამდვილი მეგობრობა, ნამდვილი გულწრფელი ურთიერთობები ჭირში კი არა, ხინში ვლინდება. მივხვდი იმას, რომ წარმატება გაცილებით მკაცრი ფილტრია და მიგახვედრებს ვინ არის შენს ცხოვრებაში გულწრფელი ადამიანი და ვინ იმსახურებს შენს გვერდით ყოფნას. იცით რა არის ყველაზე მტკივნეული? არა ღია მტრობა, არა იმის დანახვა, რომ ვიღაცას არ მოწონხარ ან ვიღაცა აშკარად გებრძვის. არამედ იმის გაცნობიერება, რომ რაც უფრო წინ მიდიხარ ცხოვრებაში, ადამიანები ნელ-ნელა გშორდებიან და აჩვენენ მათ რეალურ სახეს. როცა გონია, რომ შენს მეგობარს თუ ნათესავს თუ არ აქვს მნიშვნელობა შენი წარმატება უხარია, ისე როგორც შენ გაგიხარდებოდა მისი წარმატება და საბოლოო ჯამში მიხვდები, რომ რაღაცა ურთიერთობა გააცივა, ცოტა უყურადღებობა გამოიჩინა, გახდა რაღაცნაირად გულგრილი და ამას აბრალებს იმას, რომ ან დრო არ მაქვს, ან მას არ აქვს, ან რაღაცა მიმდინარე მოვლენებს და ცხოვრების გადატვირთულობას. სხვათა შორის ძალიან ბევრი ადამიანი აქტიურდება მაშინ, როდესაც ხარ ცუდად, ანუ რაღაც ცუდი რო შეგემთხვევა. რა თქმა უნდა, მაშინაც სასიამოვნოა და ყოველთვის სასიამოვნოა ყურადღება, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ეს მოჩვენებითი მხარდაჭერაა და სინამდვილეში ადამიანებს მოსწონთ, როცა მასზე ცუდად ხარ, მოსწონთ რომ წუწუნე და მაშინ როცა ხედავენ, რომ სხვა ადამიანი იმაზე ცუდად არის ვიდრე თვითონ, თავს ალბათ უფრო აღმატებულად გრძნობენ. სხვათა შორის ფსიქოლოგია ამას უფრო მარტივად აღწერს, მაგრამ მე არ მეგონა ეს სიმართლე და არ ვაქცევდი ადრე ყურადღებას. როდესაც შენ აღწევ წარმატებას, სხვა ადამიანი ამას საკუთარ დამარცხებად აღიქვამს. სამწუხაროდ ასეა. ნამდვილი მეგობარი ისაა, ვინც შენი წარმატებით ამაყობს. პირიქით, ზუსტად მაშინ არის შენს გვერდით, როცა ძალიან კარგად ხარ და უნდა შენი სიხარულის გაზიარება. თავს კი არ იმართლებს იმით, რომ მე არ გაწუხებ ახლა შენ ისედაც კარგად ხარ. უბრალოდ ცდილობს, რომ შენ სიხარულში შემოვიდეს და შენთან ერთად დატკბეს იმ ბედნიერი ცხოვრებით, რომლითაც ცხოვრობ. პირადად მე მქონია ესეთი შემთხვევა, რომ არ ყოფილვარ კარგად, მართლა ცუდად გრძნობდი თავს, მაგრამ ჩემი მეგობრის სიხარული, თუნდაც მისი წარმატება და სხვადასხვა მიღწევა გამიზიარები, აი განზრახ მივსულ ვარ, თან ძალიან ბევრი შემთხვევა მახსენდება ასეთი, განზრახ მივსულ ვარ ადამიანთან, სახლში ვსტუმრები ვარ, რომ კიდევ ერთხელ მისი პირით მომესმინა, როგორი ბედნიერია და მეც ამ სიხარულით აღხსილიყავი. და დამერწმუნეთ, მართლა ძალიან მიხაროდა, როდესაც ჩემი მეგობრები, ან თუნდაც ნაცნობები მათ წარმატებას მიზიარებდნენ. ასევე ძალიან ხშირად შემიმჩნევია ის, რომ სულად უცნობი ადამიანის წარმატება, რომელიც შეიძლება სოციალურ ქსელში სკროლვისას შემხვდეს, ან რაღაც სახლი იყიდა, შვილი შეეძინა, ძალიან მახარებს და აი შევდივარ და კიდევ რამდენჯერმე ვუყურებ, რომ მიხარია მისი ბედნიერება. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი ამოიცნობს საკუთარ თავს და მიხვდება რა სიხარულს გულისხმობ და რას ნიშნავს, როდესაც შეგიძლია სხვისი ბედნიერებით ტკბობა. მაგრამ ვინმე თუ საკუთარ თავს ამოიცნობს იმაში, რომ ჩემი ბედნიერების დროს გვერდით არ მედგა, წუხვარ. მაგრამ წარმატებას უსურვებ, ნამდვილად აღარ მინდა ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა. აი ასე საჯაროდ შემიძლია ვთქვა, რომ არა გულწრფელ ადამიანებს, ვინც არ არიან ჩემი მეგობრები, სიამოვნებით გავუღებ კარს და გავუშვებ ჩემი ცხოვრებიდან. და სხვათა შორის, მე მაქვს ერთი რიტუალი, დაბადების დღეზე ვწერ სურვილებს და ამ სურვილებს ასე ერთბაშად კი არ ვაყალიბებ, ვფიქრობ ამაზე. 2026 წლის სურვილებში იცით რა მიწერია? მინდა ჩემს გვერდით დარჩნენ მხოლოდ გულწრფელი ადამიანები. და სხვათა შორის, როგორც სხვა სურვილებს, სამყარო ამ სურვილსაც მისრულებს და ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ ზოგიერთი ადამიანი ისე მშვიდად მიდის ჩემი ცხოვრებიდან, ვითომც არაფერი. და ძალიან მახარებს ეგ ამბავი. მეგობრებო, დავრწმუნდი, სხვათა შორის, ჩემმა მეუღლემ მითხრა ეს ფრაზა რუსულად, მაგრამ მე ქართულად გეტყვით. არა აქვს მნიშვნელობა რაოდენობას, თავარია ხარისხი. და ასეა. არ აქვს მნიშვნელობა 10 მეგობარი ყავს თუ 20, შეიძლება ყავდეს 1, მაგრამ იყოს გულწრფელი და ერთგული. ძალიან მინდა ეს ვიდეო ცოტა ესეთი იყოს რა, რაღაც რო წაიღოთ და რაღაც რო ისწავლოთ და ახლა ჩამოგიწერთ, კი არა და ჩამოგითვლით ინდიკატორებს, რომლებიც განსაზღვრავენ რამდენად გულწრფელია ადამიანი თქვენს გვერდით და დაფიქრდით, დააკვირდით ადამიანებს და განსაზღვრეთ მათი გულწრფელობის ხარისხი თქვენ ცხოვრებაში. ასევე თუ თქვენ გაქვთ რაიმე სხვა ინდიკატორი თუ შეგიმჩნევიათ, მეც დამიწერეთ კომენტარებში, იმიტომ რომ გაცხრილვის ეტაპზე ვარ და ძალიან გამომადგება. პირველი ინდიკატორი არის, როდესაც გეუბნებიან, რომ შენ უბრალოდ გაგიმართლა. ამას ასე პირდაპირ არ გეტყვიან, მაგრამ შეიძლება ასე გითხრან, რომ აი ძალიან გიმართლებს, რა იღბლიანი ხარ. იმას კი ვერ იაზრებენ, რომ ამ იღბლიანობის და გამართლების უკან ძალიან ბევრი შრომა დევს, ბევრი გათენებული ღამეები, ბევრი წაკითხული წიგნები,
კომფორტის ზონიდან ბევრჯერ გამოსვლა, იქ ნაბიჯების გადადგმა, სადაც გეშინოდა და ასე შემდეგ. შესაბამისად, ნამდვილმა მეგობარმა მხოლოდ გამართლებას არ უნდა მიაწეროს შენი წარმატება. მეორე ინდიკატორი არის ყურადღების საკუთარ თავზე გადატანა. აი, როცა უყვები რაღაცა ამბავს, აი, შენ რო გიხარია და უცებ გეტყვის, რომ აუ ხო, იცი, მე ასე ვიყავი, მეც ასე მქონდა, მეც იგივე შეგრძნებები მეუფლებოდა, ანუ ნახე, შენს ამბავს აუფასურებს საკუთარი ამბის მოყოლით. შემდეგი არის იმიტაცია და მიბაძვა. როდესაც შენი ბრჭყალებში მეგობარი მუდმივად ცდილობს მოგბაძოს და ყველაფერი გააკეთოს ისე, როგორც შენ აკეთებ, ანუ გაკოპირებს რა, თან ცოტა უნიჭოთ. სხვადასხვა ყველა დაკოპირება არის უნიჭო. ყველას გვაქვს ინდივიდუალიზმი და დამიჯერეთ თქვენი თავი როცა ხართ და თქვენ ავლენთ საკუთარ შესაძლებლობებს მაქსიმალურად, ბევრად უფრო მაგარი ტიპები გამოჩნდებით, ვიდრე მაშინ, როცა სხვას ბაძავთ. ჭორაობა და ორპირობა, როდესაც ადამიანი სხვა ადამიანებზე ჭორაობს შენი თანდასწრებით, ანუ სხვა რომელიმე დაქალს ან ნაცნობს განიხილავს შენთან ერთად და აკნინებს მას. და ყველაზე საყვარელი ჩემთვის უყურადღებობა. როდესაც მეგობრები განზრახ ვითომ ვერ ხედავენ შენს წარმატებას სოციალურ ქსელში ან ასე შემდეგ, ანუ ვითომც არაფერი აიგნორებენ, არც აკომენტარებენ, არც იწონებენ, არც აზიარებენ შენს სიახლეებს და წარმატებებს და ასევე უყურადღებობა ოღონდ ურთიერთობაში, პირდაპირ ურთიერთობაში, როცა იმიზეზებენ, რომ თითქოს დრო არ აქვთ, არ ცალიათ, ვერ გკითხულობენ, ან პირიქით შენ გაბრალებენ, რომ შენ არ გაქვს დრო და ეხლა სათქცალია ჩემთვის, რომ მე შემეხმიანო ან დამირეკო. მოკლედ, არაგულწრფელი ადამიანები ემოციურად დისტანცირდებიან თქვენგან, რადგან მათ აღეზიანებს თქვენი წარმატება. ზოგმა შეიძლება რაღაც საშინელი ისტორიაც კი მოიგონოს იმის დასაჩრდილად, რომ თქვენთან ურთიერთობა მისთვის დისკომფორტია და ამით ჩამოგიშოროთ თავიდან. ვიდეოს ბოლოს გისურვებთ, რომ გვერდით ყოლოდეთ ნამდვილი მეგობრები და კვლავ ვისარგებლებ ჩემი მეუღლის ბრძნული გამონათქვამით, რომ მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა.